ვაგრძელებთ საზოგადოებასთან დიალოგს და ეხლა თბილისის რაიონებში ჩუღურეთში ვართ მოსული. გუშინ თქვენ იცით რომ დავიწყეთ პრაქტიკულად ჩვენი თბილისის ორგანიზაციის ფუნქციონირება აუმოქმედეთ და პირველად მიდის პირველ რიგში იდენტიფიკაცია იმ პრობლემების, რომელიც აქვს ამ რაიონს. სამწუხაროდ აშკარად ჩანს, რომ მერია, იგივე გამგეობები საკუთარ ფუნქციას სრულად ვერ ასრულებენ. პრაქტიკულად პასუხისმგებლობის განცდა ამ ხალხის მიმართ არ აქვს. შეჩერებულია ძალიან ბევრი რამ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ადვოკატირებას გავუწევთ ამ საზოგადოებას, ამ ხალხს ჩვენ ვიქნებით მათი ხმა. ჩვენ პარლამენტშიც ისევე როგორც ჩვენი ასე ვთქვათ პარტიის ორგანიზაცია იქნება მოწოდებული, რომ ყველა ამ პრობლემებზე ხმამაღლა საჯაროდ ისაუბრონ და გამოსავალი მოვაძებნინოთ ადგილობრივ მმართველობით ორგანოებს. და რა თქმა უნდა, პირველ რიგში მე დავპირდი ყველას, ეს არ არის წინასაარჩევნო კამპანია, არჩევნები არის მოგვიანებით, ჩვენ ახლა უბრალოდ ვართ იმ დიალოგში ხალხთან, რომლის საფუძველზე ჩვენი გეგმა ქვეყნის და დედაქალაქის განვითარების იქნება დაფუძნებული. თავისუფალმა დემოკრატებმა გულშინ გავხსენით ჩვენი საქალაქო ორგანიზაციის ოფისი, ეს არის ჭავჭავაძის გამზირზე 7 ნომერში და დაიწყეთ აქტიურ მუშაობას ქალაქში, ზოგადად იმისათვის, რომ მეტი შეხვედრები გქონდეს მოსახლეობასთან და ჩვენ ვაპირებთ დავანგრიოთ ის სტერეოტიპი, რომელიც არის დამკვიდრებული, რომ ხალხთან შეხვედრები იწყება საარჩევნო პერიოდში ყოველდღურად. არა, ჩვენ ეხლა ვიწყებთ ხალხთან ურთიერთობას და აქამდეც ესე ვიყავით, უბრალოდ უფრო მეტად ინტენსიურად უნდა შევხვდეთ ჩვენ მოქალაქეებს ის პრობლემები, რომელიც არსებობს და ვიცით, უფრო მეტი იდენტიფიკაცია მოვახდინოთ, რომ შემდეგ უკვე საარჩევნო პერიოდში კონკრეტულად მოვიდეთ უკვე გადაწყვეტილების გზებზე საუბრით ჩვენი მხრიდან. პარლამენტარები გამოვლენ პარლამენტში და აყენებენ საკანონმდებლო იცავენ. ეს არ მინდა ვილაპარაკოთ ჩვენს. ხდება დასაქმების საშუალება და ამ დასაქმების საშუალებას არ იყოს დაპირებები, რომლის შესრულებას ჩვენ ვერ შევძლებთ.